იყო სანიაგური არხი და პლასტმასის მინებული და ნაწილი კიდე ხა ახალი სტიქი კონკრეტულად 300 ლარია გამოყოფილი შენებელი არ მოსულა ველოდი დღეს ყავდა და ავა სასაფლაოზე ბოლომდე ავა სანიაგური და გზა ბოლომდე ეს სანიაგური მე ის სანიაგური არხიდან ჩამოდის შემოდის უჩემს აი აქ დამცავის არ შეიძლება აი რაღაც 30-40 მეტრის საგზაო უნდა გააკეთოს სადმეა რომ ეს საგზაოში ვეღარ არის გასაკეთებელი ხო ჩემს სახში შემოდის არა თუ ვაკეთებ ისე ნუ გავაკეთებ რა უნდა აუხსნათ არა ეს პირად არის მოსული რატომ ნებდა ბატონო აბა ჩვენს მაინტერესებს რა პრობლემაა თუ ესეთი ამბავია რომ იქიდან წამოსული წყალი ამ ხალხს უნდა შეგვიძლია წყალი მაინც მოდის ხოლმე რა ის გაკეთება თუ არ გაკეთება მაინც უარდება მას აი და ეს წყალი სულ ყველა სადაც წყალი მოდის ტრანსის წყალი ჯიმი რა ხდება ეს გითხარი ვინ გააკეთებს არა ეს პროექტი ამას არაფერს მოინიშნე რა ეს სანიაგური კარგით აქედან გაიწმინდა მე საწავო ეს ეს მიდის და ჩადის რუში მერე მიდის რუგაში გადის და მერე მიდის ხიდმოგილია ეს თუ გაიწმინდა თქვენ აგერიდებათ ეს ექსკავატორით ამოწმინდეს ამაისება ისევ შუაღამემდე დგევარ თოხით დაიცა ვართო დაიცა შულობშენცა შუაღამემდე დგევარ და აემკანოს ვასწორებ ამო დრო გაიაროს წყალმა გასაგები ეხლა თუ ეს მომარდება წყალი და ღამის პირველ 2 საათამდე აი ჯოხი დავდივარ ხალი და ვედრებით ავღური იმ წყალს მე ესეთივე პრობლემა იყო ციხისძირში ციხისძირში და იქ ერთი წუთი რა ხნახი ციხისძირში ჩემი მამა არის და არაფერი დახმარება არ მიუღია იმ კაცსა იმ ოთარი გულაშვისა დღესაც სულში არის და პოლენ ამოდის წყალი 3 ოთახი დაუზარავდა ოთარი გულაშვილის სახლის უკანა კეთება 55,000 ლარი ხდება ის სახს ვასეს და სანიაგური აკეთება ჩადის მან ეხლა მე ხო შეკეთე თვითონაც ხონდა მე ეს პატარა ზარალი არა პატარა ზარალი ეხლა მას განიხედი იმ ერთი თვის წინ დავწერე და მასე ჩვენახევა მას მე სტელა კომისია ეხლა გულაშვილი აიგანას ჩვენ ვიყავით მისულები მე შეგპირდით რომ გავაკეთებთ ამ სანიაგური არხს ერთი არის 250 გზივი მეტრი მეორეც 250 ერთი წუთით რა 300 კი არ არის ერთი არის 252 მეორეა 204 გზივი მეტრი ეს შეიძლება რა დაზარალ და მაცივარი გადაეწო ქვილის მეშოკი სუმთლად გაუგუჭდა ის ორი მეშოკი ქატოდეს ხო შეიძლება რომ ერთი ფულადი დახმარებაც რამე მიგეცა დაწეროს და ერთჯერადი დახმარება შეიძლება ჩვენი ბიუჯეტიდან დაწერილი აქვს მაგრამ 50 ლარიან თუ არ აქვს აღება სოციალურ დახმარებას იღებს ნუ მაშინ მოიხსნება სოციალური თუ ის მივეცეთ და როგორ გაწყობ კანონი ეს მე ჯიბიდან ხელფასიდან მოვიდეს 100 ლარს ვაჩუქებ ეხლა ხო არა შემიძლია ისე რომ ბიუჯეტიდან ფული გამოყო ეხლა მეტავს ეს გამორიცხულია რა იმიტომ რომ ამ წინა საარჩევნოთ არ არის ხელისუფლება რომელიც იყო რომ წინა საარჩევნოთ დადიოდა და არიგებდა ფილებს მაკარონებს და ხიდულობდა ეხლა სხვანაირად არის მაგას არ გავაკეთებთ ეგ არის თქვენი არჩევანი თუ გინდათ რომ მომავალი ნორმალური იქონოს თქვენთან გადავიდეთ უნდა აირჩიოთ მაგრამ ის რომ მომავალში აღარ გამეორდეს და აი ესეთი ნიაღვარი აღარ შევარდეს იქ ამას გავაკეთებ კაპიტალურად აი ამ კვირიდან დაიწყება სამუშაოები მანდაც პაულეურშიც ანანურშიც აქაც რა დამთავრდება არ არის დამთავრებულებიდან დაიწყეს ხო და მაგას გელაპარაკებით რომ ბატონო ნახევარიც არ არის გაკეთებული ლამს არის ჩამოჭრდაში გენადი მოდი ერთი წუთი მოდი გენადი კი არა ეს როდის მე ვიყავი აქ და მეუბნები რომ დავამთავრებთ ამ სანიაგური არხს ეს ის თანხა რასაც ეყობ ნახე ნაწილი გაკეთა ბატონო კიდე ეხლა სანიაგურის სტიქის შედეგად კიდე ჩავთვლი ხო თავი ბოლომდე ვინ არის რომელში ეს აი ეს პავლეურის იმაშია ნახე 13,000 ლარია პავლეურის შიგაში ხო პავლეურის ნაზი 13,000 ციწყალო წერია ო პავლეურში გაბიონი კალაპოტი ხიდი გზა აი ეს რა ციწყალო ნახე ციწყალო წერია აი
ყოველურის პროექტში ეძებ. აი ის მაინტერესებს ამ ხელებს სოფელი და ამ სოფლის სახელი რა თქმა უნდა აბა მე და შეგვიძლია თაბას ხარი. აი ეს რა თქმა უნდა აბა ყოველია არა ეს ხარა მე პროექტები რო გაკეთა საჩასომე გამიშვილო. ძალიან ხო მე თქვენთან მოსტანი გაიგერა შესახებ დაგეგრე გამოგზავნებული ყავდა ჩემი ცხოვრების პირობები 91 საათამდე ვარენ დღეს წალი გომო ჩემი მეუღლე თაპირველს თქვენ ჩაწერილი ხართ რუსთავში რა? გარდაიცვალა არც იქამა ცხოვრების პირობები გთხოვ ვაგონს მაინც გადამაფარებინეთ როგორმე და ღობე მინდა ღობე რო დავთესავ საქონელი მილეწავს იქაურობასა ვეღარაფერს ავხდები გაჭირებული ვარ მიჭი ძალიან მიჭი ვერ დავამატებთ იმიტომ რომ აღარ ჩვენავს რაც უთხარი მაინც დაგიგო ძალიან გთხოვ როგორ მომეხ ეს სკოლა წალი რომ მქონდეს წალი რომ დავთესავ წალი და ვაგონს რო გადავაფარო შიგ როგორც გარესწვენს ისე შიგნით წვენს რა ვქნა ძალიან გთხოვ მომეხ ძალიან ბევრია ესეთი პრობლემები რა მე აი სტიკი დაზარალებულებისთვის 25 ოჯახზე გამოიყო გარკვეულთან ეს სტიკია იყო ხარმარვა უხა და სახურავები 25 ოჯახს რუსეთში ბაზალეთის თემში და კიდე რამოდენიმე თემი იყო ეს მივეცით მასალები ეს რო დაინახეს იქ იმ სოფელში რომ ორ ოჯახს მიუვიდა და თქვა 90 ოჯახი ცხოვრობს იმაში ყველამ დაწერა განცხადება შპალიერიც რო ჩამოხეული აქვს ყველა გთხოვს დახმარებას და სახლის აშენებას ამას დუშეთის ბიუჯეტი კი არა არ ეყოფა იმის იტალიისა და საფრანგეთის ბიუჯეტი ერთად აღებული ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენ არც გვაქვს უფლება წინასაარჩევნოთ რომ თანხები გამოვყო და მასალები შეუძინო არჩევნების შემდეგ მექნება ამის საშუალება არჩევნების შემდეგ ნახავთ გამოგზავნი სპეციალისტებს აზომავენ და აი მასალას მოგცემ და დანარჩენს აი ამაში პირდებით რომ არჩევნების შემდეგ ღობე რო დავთესო ის მაინც შეფჭეს საქონელი გადადგანებოდეს და ვერაფერს იღებს ვინაკავ სახში რა უნდა ყავთ შვილი მყავს ქალიშვილი არ მუშაობს არაფერი გავაკეთე არჩევნების შემდეგ მასალას მოგცემთ იმ შიფრებს რა სკოლა რო დაგვიწყდა ეხლა მაგაზე რაც გვეთქვი აი ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია ეს ამბავი რა ამ ხელა სოფელში 40 წელია სკოლა არსებობდა და ეხლა დაიხურა ჩემთვისაც პატარა ბავშვებს რა უყურა ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია ეს ამბავი აი მაგას როგორ აღვიქვა ჩვენ და აი ვინ დაგვიდგება ჩვენ გვერდშია აქ აბა ჩვენს რა ვქნათ ჩვენ ხოცოთ გვერდია ძალიან მტკივნეულია ეს საკითხი ის რომ აქ სკოლა იყო გახსნილი და ფაქტიურად არ იყო რეგისტრირებული განათლების სამინისტროში არსად რეგისტრაციაში არ იყო გატარებული ეს იყო რაღაცა უკანონოდ შექმნილი ის რომ გადაწყვეტეს რა თქმა უნდა მე თვლი რომ აქ უნდა იყოს სკოლა იმიტომ რომ აი ამ ბავშვებმა პავლეურში სამთრის პერიოდში განსაკუთრებით გაუჭირდება ციარული მაგრამ განათლების სამინისტროში ინფრასტრუქტურის განყოფილება ესეთი დაიწყო უკვე მუშაობა გადაგზავნილია შესაბამისი დოკუმენტაცია შენდება აი მე გეუბნებით შენდება საჯარო სკოლა შევარჩევთ ეს შეიძლება აქ იყოს შეიძლება ისეთ სადღაც ისეთ ადგილზე თქვენთან ერთად გადავწყვიტოთ აქ იქნება საშუალო სკოლა საჯარო სკოლა აშენდება განათლების სამინისტროში დაკენებულია ეს საკითხი შესაბამისი დოკუმენტაცია გადაცემულია და დაიწყება უკვე მშენებლობა აი მომავალ წლიდან ისე რომ აი პავლეურის სკოლაშიც არ არის პირობები მე რაც ვნახე რომ ამ და აქედან დადის ძალიან ბევრი ბავშვი იქით ხო და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მიიღო ეს გადაწყვეტილება რომ აქ აშენდება საჯარო სკოლა და იწყება ამაზე უკვე მუშაობა ეს არის ბატონო მზარდის სოფელი ახალგაზრდობა ახალი სოფელი ახალგაზრდობა დიდი ბევრი რაოდენობით ცხოვრობს ოჯახდება მრავლდება აქა და იქ გაღმა სოფელი შეჯერებული სოფელია უკვე და იქიდან შეუძლიათ რომ გამოიარონ თანაც ძველი სკოლა ჩაიშლება უკვე ის სკოლა არ არის ბავშვები სხვადასხვა რეგიონებში და ხო მიგრაცია არის და სოფელი ამიტომ გეუბნებით რომ საშუალო სკოლა საჯაროა საჯარო სკოლა აშენდება აქ ადგილიც არის აქ მინიშნებული სკოლა სადაც უნდა აშენდეს აი გადაღმა 200 მეტრის იქეთ ადგილი არის იქ სკოლის ადგილი. აღარ არის ადგილები. არ არის. ეს სკოლა არ ფუნქციონალ იყო და როგორ არის? გეგმაში იყო, გენერალური გეგმაში. 5 წელი გაქნა.
ის თბილისში თვითონ არ გიგატარებული სამინისტროს მეყავით ანანოზე. იმ პავლეობა მე თავად მიერ ავტობუსი ხო არის ბავშვებისთვის მარშრუტი არა პრობლემა ხო არ არის მექნებო არაფერი პრობლემა არა თქვენ ეხლა როგორც მშობლებს თქვენთვის თავარი უნდა იყოს ის რომ ბავშვებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება ის რომ კლასებში ზის პირველ კლასელი და მესამე კლასელი ერთად იქ არ გამოვა თავარია ის რომ ბავშვმა მიიღოს ნორმალური განათლება ამიტომ ნორმალური პირობები უნდა ქონდეს პედაგოგსაც და მოწაფესაც სწავლისთვისაც და მეცადინეობისთვის ის რომ აქ უნდა შედეს ეს იქნება ერთი დიდი ნაბიჯი გადადგმული რომ აი ეს სოფელი შევინარჩუნოთ ნამდვილად ბატონო რა შეეხება პირდებიან მაგრამ არაფერი მე გეუბნებით ამას რამდენი წელიწადი კი არა 7 თვე ამ საფეხურში ვარ და წელიწადი არ არის რაც ხელისუფლებაა და ძალიან ბევრი რამე კეთდება აი ახლა აქ დაიწყება ამ კვირიდან უკვე პოვლეურში გაბიონები ეს ნაპირსამაგრები გზები იქ ანანურში ციხისძირში ცივწყაროზე არის ძალიან ბევრი სამუშაოები დაგეგმილი რა აი ამ სტიქით გადამწყვეტი პასუხი აქ როდის გაკეთება პავლეურში გაკეთება აქ როდის აი ჩემთან როდის გაკეთება როცა დამთავრდება ამ იმის სანიაგური არხის გაკეთება აი ეს როცა გაკეთდება ამას მიებნება ამას გავაცნობ კარგად მოგეხსენებათ რომ მთელი ხეობის ხალხი აქ ერთად შეკრებილები და აი ეგ სკოლაზე ვილაპარაკეთ ყოლა აშენდება აქ საჭირო აი ესეთი განამაშენება უნდა იაროს აი ბავშვები დედა რა ქნა ერთი ხელში მიწერია მეორე სად მე ვერ გადავწყვეტ თუ იქნება იმის საშუალება ჯერ აი ერთი 40-50 ბავშვი საბავშვო ბაღის ბავშვები არიან 50 ბავშვი მაინც აი ხო არის საბავშვო ბაღში რა ხდება მომიწყარ არაფერი აქ საერთოდ არ არის აქ საბავშვო ბაღი და ეხლა რაღაცა ისეთი საშუალება რა ყოფილიყო ისეთი საშუალება ნუ ადრე რაღაცას მივახტეთ ვითომ რაღაცა ფინური უნდა ჩაგვედგა მაგრამ მე ეს დრო როაი დაირია ხავთ ბავშვები საბავშვო ბაღში არ სად არ არის ანანურში არ დაგხავთ ბავშვები აქე და აბა როგორ რანაირად იბლია მას მეორე პრობლემა ბატონო ვაჟა აი ეს კი ბატონო ძალიან კარგია გამრცხველენება დაიწყო მაგრამ ისევ ამ ჯაგებზე უწევს ხაზების გამბა და ისევ ძველ აი როგორ ჯაგებზე უწევს აი დაფახბახებული სტოლბებზე რა მაპატიეთ ამ გამოთქვაზე და ნუ რა ვიცი იმას ჩივიანო ვიღაცა ჩეხიზის იქა ბოძებს არ იძლევა და ჩვენი პრობლემა არ არის და იმათი პრობლემა ეგ მეორე საკითხი მესამე აი ეს კი ბატონო ასფალტის ქარხანა უნდა იყოს უნდა მუშაობდეს ხო უნდა მუშაობდეს ამოდენა ხალხი ეხლა ისიც რომ გაჩერდეს ხალხი ხო არის დასაქმებული მაგრამ ხოცავს წამლის წარამარა კიბოთი გვეხოცება ადამიანები წარამარა იქნება გაზი რომელმე გაიყვანოთ გაზით ამუშაოთ ჩვენც ხო გვეშველება ჩვენც ვისარგებლეთ ამითი რომ ის გაზი ჩვენც რაღაცას სარგებესა ვნახავთ და გამოიყვანდით გასა და მეოთხე პრობლემა უკაცრავად ბოდის გიხდით რა სოფლებში ხალხსა თივები დარჩა ვინც გათიბა და ბევრს კიდე არ გაუთიბია უგზოობა არის გზა არ არის ტყე-კაფეა გამოყოფილი აი ისეთ ადგილას არა 50 ლიტრა საწვავი არ აყოფნის თუ არის მაგის საშუალება რომ ეს ტყე-კაფე ცოტა ისეთ ადგილას გამოვყოთ რომ ადამიანმა ისარგებლოს არის მაგის საშუალება ტყე-კაფეები რომ გამოიყოს რა ტყე არის და გზა ტრაქტორი რომ აი ერთ დღენახევარში ყველაფერს გაკეთდებოდა იმ კარგით გასაგები მე ხლა აი რამოდენიმე ერთი კვირის წინ შევხვდი დაახლოებით ერთი კვირის წინ სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბიძინა გიორგობიანს ამ საკითხებზე ქონდა საუბარი რა გამოყოფილია ტყე-კაფეები ეხლა ამას სპეციალისტები ჭირდება ამას ჭირდება ტაქსაცია ამას ჭირდება თქვათ როგორი მასივი ეხლა ყველგან ხო შეიძლება ვიცით ჩახედულები ვარ სხვა საკითხი ამიტომ გამოყვეს ტყე-კაფეები ტყის მასივი სადაც არის და ისეთ ადგილებშია სადაც მიუდგომელია ხო აი სატყეო დეპარტამენტს ბიუჯეტში არ უზის რომ ზის გაყვანა იქავდეს ჩვენ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული იმიტომ რომ მე დაგეგმილი ბიუჯეტი დამხვდა და ეხლა ვმუშაობთ მომავალ წლის პროგრამულ ბიუჯეტზე ამიტომ შევთანხმდით მე უთხარი ბიძინა გიორგობიას რომ
დაგეხმარებით, იმას კი არ ხალხს დავეხმარებით, რომ ჩვენი ძალებით, ჩემი სარეზერვო ფონდიდან გამოვყოთ საწვავი და გავაკეთოთ გზები დღე-გაფამდის. თქვენ დამიწერეთ მოხსენებითი, მოგეცით ის, რასაც ითხოვდით. ტრაქტორი აქ არის. დიახ, სანამ წავა რა. ტრაქტორი აქ არის, წამოიყვანეთ სამშაბათზე, იმიტომ რომ ხვალე სვეტიცხოვლობა და დასვენებისდი არის. სამშაბათს წამოიყვანეთ და დააწყებინეთ. საწვავი გააქვთ. ტრაქტორი აქ არის. გამოყოფილი უკვე საწვავი. კი, საწვავი გამოყოფილია. რაც დამიწერეთ, მოგეცით ის საწვავი. და ის დღე-გაფამდე იყოს გზა. მაბადე და შარშან რაც დღე-გაფი იყო გამოყოფილი, მესამედიც არ არის ათვისებული, ტრანსპორტი ვერ უდგება. და ამიტომ ძალაუნებურად გვიხდება, ეხლა თქვენ წარმოიდგენთ 150 კომლი, ხო? 300 მანქანა ხო უნდა? 150 კომს. აი, იქ ვერ მივდივართ სხვა განვანადგურებთან წესა. გაზის ამბავი გაზის ფიცირების საკითხი ცოტა რთულად არის. მე და დეპუტატი ირაკლი შევხვდით ანარ მამედოვი ესეთი სოკარის პრეზიდენტი. შევკვირდა ეს კაცი რომ დავიწყებთ და სხვა შორის კალაძეც იყო. მე დავაყენე ეს საკითხი რომ ჩვენს გარეშე ნუ გააკეთებენ ამ გაზიფიცირების და გამრიცხველიანების გრაფიკს. გამგეობა უნდა იყოს ჩართული, იმიტომ რომ ჩვენზე უკეთესად იქ არიციან, რომელია საჩქარო და რომელ სოფელშია სასწრაფოდ ეს ამბავი გასაკეთებელი. ამიტომ შევთანხმდით ჯერ ვიწყებთ დუშეთს რა, აი პირდაპირ გეუბნებით. 21 კილომეტრია დუშეთში გაკეთებული, 25 კილომეტრია დარჩენილი. და აი ეს დიდი სოფლები, სადაც მოგცემთ მე ამას გამოვატან გენადის გრაფიკს, გვეროდის იქნებით აი ამ გრაფიკში გაზიფიცირების. ყველანაირად ვცდილობთ რომ დავაჩქარებინოთ ეს პროცესი. ძირითადად ქარხანები წამლით. აი ეგ არის უბედურება. ადრე ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაყენებული საკითხი რომ გაზით უნდა ემუშავა ქარხანას. მერე ეს მარტო მაგის ახლა მაზუთი იხარშება და ის ამოდის იმის იქ არის პრობლემა. მე და ვეღარაფერს იმ ხმაურსაც იტანენ, იმ რახარობს იტანენ. არა, გაგინა გაზი იყოს მანდ რასგიშველი. მან მაზუთი იხარშება და იმ მაზუთის ფული. არა, მაზუთით რო წავენ, ფეჭს რო უკეთებენ. გასაგებია, მაგრამ ის ასფალტი ხო მაზუთში იხარშება კაცო. ის არ აყენებს ბოლსა. აი სატურბე, სადაცა ცეცხლი ეკიდება იმაზოს. ეგ არის საწამლავი. აი ქალბატონებს შეეკითხეს, წარეცხლი ვერაფერი, როცა ასფალტი ვერ ჩართული. თორე გაზით რო იყოს ანთებული, არაფერი პრობლემა არ ექნებოდა. ამ საკითხს შენ საკენებდი მე მგონია რა. და იმ დრაბელკის ამბავი იყო და ეგ კიდევ ერთი. ნუ აი რუსთავი ორის ჟურნალისტებთან დაკავშირებით. ესენი რომ დადიან და აქ აპლიკაცია პროპაგანდებს ეწევიან და რაღაცა აი ტვისურევენ ადამიანებს. მაგათი არ შეიძლება ხელმძღვანელის გარეშე აქვთ მაგათ მისვლა სოფელში მოიდნენ და ესა. როგორ არავით კაცო? იცით რა არის? იცით რა არის? ეს ჯერ არ არის ეს საკითხი, მაგრამ მომავალი წლიდან ეს დადგება ესე. ესი არ არის ვისაც ჭორი ჩააგდო, რაც გინდა თქვა იმ ტელევიზიაზე და პასუხის გამცემი და მომკითხავი არავინ არ არის. აი პრეცედენტი იქნება იმის რომ აი ამ ჭორებზე პასუხს აგებს ერთი ან მეორე ან მესამე ჟურნალისტი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე ეს გამგებელი იქნება თუ მოქალაქე იქნება. ყველამ უნდა აგოს თავის ბაზე სიტყვაზე პასუხი. ასე რომ ყოველში ცხოვრდა მოგზაურობთ, იქ ვარ ჩაატარეთ. გავიდეთ. კი ბატონო, გინდათ ეს გავიდეთ რა. დღეს შეიძლება ახლა ხარ პაულო. აი ყველაზე დიდი პრობლემა რაც ვილაპარაკეთ ახლა, ნუ აბა შეიძლება შეშაზია პრობლემა. გამოყოფენ ეკაპს ისეთ ადგილზე, სადაც მანქანა ვერ მოდის. როდინელია ეს პავლეურის ეკაპი წელს გამოყვეს და ეს არ გამოყვება, შარშან და წლების მანძილზე მოდის ეს ამბავი. მაფია რა ისე წამოიღო. მე ვთქვი, აი ჩვენა ვართ დაყოფილი. სოფელი არის აი დაყოფილი. აქეთი დასახლება და იქით დასახლება. ეხლა აქედან მთაში რო წახვალ და მე აგერე სადაც ბაღლებს ხორო მე. იქ რო შეშასაიტან მივიზიდო. აი სამოთხო კაცმა მოიტანა შეშა. რა უქნათ ვიხარი გაძლევ ტრაქტორს, გაძლევ საწვავს, რომ მიიყვანოთ ეკაპამდე და დაუმთავრე. ეხლა აქ ვერ გამოგიყოფთ. მე არ მოგხდება ეკაპის აქ გამოგიყოფ. სადაც ვერ მოხდა. დღეს 3-4 კაცი აქ ბოტანიაში შეშა და ყველა მიყიდა. აი ტყეში მცხოვრობდა მოთხას და მეც რომ ისენი. აქამ შეშა საქაური კაცი რო იყიდა შეიძლება. ეს ხორება არის. რა ხდება იცი? იქ მაფია მუშაობს თვითონ იცი. იქ ტყეკაპს გამოყოფენ აქ ნადგურდება უამრავი ადგილი. ხდება ეხლა ესეთ ხდება. აი აქ ეხლა არ მოხდარა, მაგრამ შარშან ხდებოდა და აქამდე ხდებოდა ესეთი ამბავი. აი ესეთი ამბავი მაინც თუ ესეთი რამე მოხდება, პირველი აი ერთი შემატყობინეთ. ვიც დამცველია იმ ტყისა იმან შემატყობინეთ და ყველა აგებს პასუხს გეუბნებით რა. გადავწევ მაშინ პროკურატურას რა.
თუ ესეთი იმის ხელს ურდება ვის დააყენეს დღესაც ის ციხეში ციხო და მე ახლა ჩემია თუ სხვისია მე მაგას არ ვუყურებ. იქ ვინდა ცხოვრება, ვინდა სოფელს ცხოვრება და ვინდა იქ აი აქ რო შეშას იყიდის და 400 მანიც მისცემს, აბა რა ცხოვრება იქ უნდა იცხოვროს ადამიანი. ეს არის იქ ვიღაცაი მაფიოზების, ვინც დღეს მაგალითად იცავს, ცხარი რო ჩააბარო, გელს ზუსტად ეგრეა ჩვენი დღე ჩაბარებული, ვისაც აბარია დღეს. კარგით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ცხარი რო გელს ჩააბარო. თუ თქვენ ცეთახმებით და ესეთი მდგომარეობა, ხვალვე ეგ არ იქნება და ეხლა ამეთქაც მოგეთხოვოთ და დავწყვიტოთ. თუ ესეთი მდგომარეობა გამობძანდით მაშინა კი გენა და გამობძანდით იქ მაშინა და ჩავატარეთ. მერაბა არა შენი ძმა არის მანდ არ აქვს მნიშვნელობა, გენა ჩემი ძმა არის თუ შენი ძმა არის, გენაცოლი. მე შეშა მინდა მოიტანო ერთი მანქანა. შეშა მეკუთვნის მე. ის დანიშნეს გავიცი ხა პირაში ნამასო მაგრამ თქვენ არა არიცით რომ ეგრე ნადგურდებოდა იმის ხელში და იყიდებოდა მთელი რაზე იყო ციხეში. ის ჩემი ძმა თუ თქვენი ძმა მე მაგას არ აქვს შეიძლება. მე მინდა კანონი, მე მინდა ის სიმართლე და კაცობა ადამიანობა და ცხოვრება გვინდა ჩვენ. შეიცვალა ის მთავრობა, თუ შეიცვალა რა. როგორ შეიცვალა და მოწავდეს უკეთეს. არა უერესულის. კი ბატონო, აბსოლუტურად გეტყვით. აი რაც შეეხება ეხლა აი ამ ყოველს ხიდს და მაგზას ამ კვირიდან მოვა უკვე სამშენებლო კომპანია და დაიწყებს ამის რეაბილიტაციას. ნაპირ სამაგრები, გზა და ხიდის და ის ბეტონის ფილას დაესწრება ისე რომ ხეთება ის რომ კამარა 1000 კვადრატული მქონდა და 500 კვადრატული ჩამამაჭე ის მამი სამოკლო გასაკეთე ეგრე არა ისე აი ხათალი გზა იყო ძალიან სოფელია და იქნება ერთმა არ არის ქიმიურად იწამლება ეს სოფელი აი მდრაბილკებისა როგორმე იქნება რომ გამწმენდი დააყენონ რომ გაიწმინდოს ატმოსფერო რომ ბავშვებმა სუფთა ჰაერი ისმის დამიწერეთ ეს მომიწერო ხელი აი ამ გამონაბოლთან დაკავშირებით რა და დავაყენებთ ამ საკითხს გარემოსდაცვის სამინისტროში. აუცილებლად რა ეგ 5 წლის აუცილებლად აი გულით ავატყოფი ვარ და ვერ მისუნთქი აი წეთხეთი ვარ 5 წლის წინ უკვე დროები მოვიდა აღერაქ არისო და უკვე დავიწყებთ გაზიფიცირებასაო და იქ მაგრამ წავიდა ეს 5 წელი წავიდა და ეს გაგრაფა და დიახ აი ხა გაღმა სოფელში აი იმ დანგრეულ სახლში ცხოვრობს ერთი მოხუცი ქალი რომელიც არის 90 მინური კი არა აშენდება კაპიტალური დაწყებული მანამდე უნდა იარონ მე ამას ვერ წვეტავ ამ საკითხს სკოლა არის იქ გამგეობას არ ევალება სკოლის პრობლემების მოგვარება ეს არის განათლების სამინისტროს უფლება პრეროგატივა ამიტომ განათლების სამინისტროში დავაყენეთ ეს საკითხი და გადაწყდა რომ ყოველ იმაში რა ქვია ცივცხაროზე შენდება სკოლა სხვა რა ვქნათ მითხარით ერთი ხელის დარტყმით ხო ვერ მოგხსნით ამ პრობლემას არა ერთი წელი მაინც ყოფილიყო ერთი წელი აი სადაც არის ავტობუსი ემსახურება ბავშვებისთვის არის ტრანსპორტი გამოყოფილი თუ გინდათ რომ ხარისხიანი ცოდნა მიიღოს თქვენმა მეორე სმენა და მე ხამდება ის ბავშვი უკვე იღლება დილით ამ სანამ ის აი არ გვაქვს რა არ გვაქვს დაწყებით იარონ პირველ სულაში აი ესე იყოს მაშინ დაწყებით იარონ პირველ სულაში და უფროსმა კლასელებმა მეორე სულაში ხო და მე გვეხლა რამაც არის თქვენი სკოლის პედაგოგები იყვნენ ყველა ჩემთან მოსული 3 დღის წინ თქვენ არ ბრძანდებოდით რა ყველა იყო მოსული დირექტორი და პედაგოგები და ესე საქმე გაიგეთ და ჩვენ რა საქმე გაიგეთ როგორ არა იმათ ბავშვები უნდა და ჩვენ კიდევ აქ მინდა სკოლა გეუბნებით რომ შენდება და ეხლა რა ვქნა სანამ აშენდება იქ უნდა იარონ მინისტრის პრინციპული პოზიცია არის ესეთი მარტო ხელა როგორ არის მარტო არის სამსახში ზამთარში სამადო ხამის დაკავს ხამის დაკავს ხო დაიყინება ის აბა როგორ მე აი გაღმა ცხოვრობს ერთი მოხუცი ქალი 91 წლის ქალი შავშა რომელიღაც თეში მოუხსნეს დახმარება გადავიყვანე ეს ქალი და თუ არის რაგვარი არ ვიცი სქელი ბიჭია იმან მე მოუხსენი დახმარება ეგა ზამთარში აქ არ არის ვისთანაც არის იქა ჭამა არ უნდა შედალოცვი ჰა ხო და გვარი სახელი მითხარით ჩოლიაშვილი ნატოს მოუხსნეს დახმარება ჩოლიაშვილი ჩოხელი ლადო და არის აი ლადო ჩოხელი და ესე იგი ნაცნობი უნდა ვნახო რომ კიდე გადაიყვანო ეს ართხელ ასაკენი ხანი განცხადება უნდა დაიწეროს მეორე გულში შემოგება და გამოგზავნი აქ იმათ რა ქვია სოცაგენტებს თუ ეკუთვნის აუცილებლად
აი მოვინიშნეთ ჩვენ და პირადობის ნომერიც მითხარით რა, თუ გარ პირადობის ნომერი. მიეცი შენ ტელეფონის ნომერი დაგირეკონ და ჩაიგიშნე. რა უნდა გითხრათ კიდე? აი როცა ტრანსფორმატორი დენის ტრანსფორმატორი მიდგა სახლიდან 15-ში. პირდაპირ ეზოში. გენადი, მოდი აქ, მოდი რა, მოდი. ეს პრობლემები მაგრამ შენ თხოვნა იცოდე რა. აი იცის ამან იცის ახლა რა. მეცი ტრანსფორმატორია. ო აბა რა ხდება მითხარით? ხაზებია, დენია, ბავშვები მყავ პატარა და სამსარი ბავშვია პატარა. საერთოდ აი პროჟადიდან 20 მეტრი. სამები და ახლა ჩემი დიდებია. ეს დიდი ხანია სახლები აშენებოდა მაშინ. ხან ვის მიმართეთ ხანისა და არა მიმართეთ. არ მაქცევს. პროჟადი გამოდიხარ. ნომერი გიდა რა შენდენ. მაღალი ძაბვის ხალხები გადის ამ. ტრანსფორმატორი იდგა თქვენ მოსახლეაში და იდგა აბა. საქმებართვა ესეთ მაშინ ხო და აქ მაშინდელი. ხო აუშენებია. კატა შევა ერთხელ თელესოფერი კიდე გამაფეთქდა ამაც აღმოჩნდა. აი მე ორი კვირის წინ აფეთქდა და სახლიდან გარეთ აღარ გამოვდია. არ მოინიშნე ეს და თქვენ დამიწერეთ გაცხადეთ რა. ეხლა გამოჩვენიანება დარაშვილი ბატონო იხსება შვილო ისე ვიქვა პალი ჩამოდის აქედანაც მომავალი ჩამოაქვეყნა აი ეს ქვიშა თუ იქიდან არის ჩამოტანი იქიდანაც იხსება გაწმენდა დარაშვილის მაგას გაწმინდეს ამას წინათ მაგრამ ისე ვისია ალბათო აი რა უნდა გავაკეთოთ ეხლა ამათი მოვალეობაა ამათ ფულს იღებენ ამაში აი სამხედრო გზა რომ მოუაროს გზასაც და სანიაღვრეებსაც აი ხო დაურიგავთ როდის გაიწმინდა აი ნიაღვრები რო იყო ისევ გადავსულია ჯიმი რა არის 103 მეტრი არის ჩასული დარჩენილი სანიაღვრე მოდი ამ გუგუს გასპასუხე. მადლობ მოგზაურობისათვის და თქვენ. გაიხარეთ. მადლობა როცა გაკეთდება. არა, მე იმედი მაქვს. ისე ლაბარაკი რა გულისხმიერია. არა, მე ამ როცა მივედი იქ შევპირდი. გენადა ძალიან მაშინი, შენ შეშეთ ვეღარა მოვიდარო. აბა რა ვიცი, აი ჯოხი მიტერი არ დადეშყი არ. აი პატარა ბავშვები შევდე. ყველგან შემოვიარე ვნახე ადგილზე და შევპირდი რომ აი ეს სამუშაოები დაიწყება. აი ამ კვირიდან უკვე იწყება მთავრობა ჩავაყენეთ საქმის კურსში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ, ამ კვირიდან უკვე იწყება ეს სამუშაოები. ერთი იყო რომ ჯახასხევზე სასმელი წყლის რეაბილიტაცია ანანურისთვის და ციხისძირისთვის ეს დაიწყება აი არასკევს შაბათს უკვე სამუშაო მოვაუყო სამშობლო კომპანია და დაიწყებს. მეორე აი ამ სანიაღვრე არხის 400 მეტი გზივი მეტრის სანიაღვრე არხი კეთდება და რამოდენიმე ეს არის მისასვლელი აქეთ ეს ბანცური რეზოს უბანში და ალე რაგვარია ეს კაცი იმის აქ გენადი აქ რომელია ესა ზედამხარეს რო არის მოწყვეტილი ის თუ ის ანანურშია ორივე ალესთან რეზოსიცა და იმისიცა რა აკეთება იქით უბაში წყალი ეს ჯახასხევზე რო ვაკეთებთ რეაბილიტაციას ერთი მიდის ანანურის მხარეს მეორე მოდის ის სხვა ანანურის და სხვა ამათ საერთოდ უკეთება აი იქით დასახლება სხვა და ორი სანიაღვრე არხი კეთება ერთი აი ჩადის არაგუზე და მეორე კიდე ცილიგიშვილი უგზარას იქით უმინა ჩადის ისაც არაგუზე აი ქვემოდი ხარ დაჭაობებული ვარ საერთოდ აღარ იქნება აღარ არის გასაცვლელი არ არის ხო ის ამის და დადიან 90 ადამიანმა რო გაიაროს ჩემბაღებზე დადიან და შენებლები ნათესები და ისინი სულ გათელილია შენებლები მოსულები არიან ერთადერთი ის თქოს რომ ადგილობრივი მოსახლეობა ვინახო იმიტომ რომ ეს არის ჩემი მოთხოვნა სადღაც 400,000-ზე მეტი ლარი არის წამოსული მარტო ანანურისთვის ანანურის თემისთვის აქ შედის გამარჯობა აქ შედის ციმწყარო, ციხისძირი და ანანური და პოულეურის მხარეს ხიდის რეაბილიტაციას ვაკეთებ და ასასვლელ გზას ვაკეთებ
ეხლა რასაც ვასწრებთ. მომავალ წლიდან უფრო დიდი პროექტები დაიწყება. მომავალ წლიდან აი თქვენ რასაც მეტყვით. როგორ აი ამ აი მაგალითად სკოლა ვიღაც მეგრელებს გაუკეთებიათ და ბოდიში და საპირფარეშო კიდე არ აქვთ. და აქავრე ჩემი შვილი სწავლობს სკოლაში, მაგრამ ხო უნდა ბავშვებს საპირფარეშო, არა? და როცა არ აქვთ რაღაცა აქავს რო ემუშავა, რა ხო მოვთხოვდი. ეხლა იმ მეგრელებს სადმეწებოდა, რა თქმა უნდა და მეორე ის რომ ესე აღარ კეთდება რა. ფასადურად რომ მარტო შეიღებოს რაღაცა ვითომ გაკეთდა და დამთავრდა. აი ესა გუდანაბა და წავ. ეგრე არ იქნება. თვითოულ შესრულებულ სამუშაოზე არის მკაცრი კონტროლი. არის ზედამხედველობის სამსახური, არის მონიტორინგის ჯგუფი და 1 სანტიმეტრი იქიდან პროექტიდან გადახვევას არავის არ ვაპატიებთ. შენებელი იქნება თუ ვიც იქნება რა. გაკეთდება ისე ხარისხიანად და საფუძვლიანად, ისე რომ ერთხელ რო გაკეთდება, იმამ უნდა იმუშაოს, რაც გარანტია 10 წელია თუ 30 წელია. იმ შესრულებულმა სამუშაომ უნდა იმუშაოს. პირდაპირ ესეთი მოთხოვნაა, ამასინად ნარმანიასთანაც ხონდა საუბარი, აი მომავალ წლიდან უკვე ევროპული სტანდარტები შემოდის ასფალტზეც კი, ბეტონზეც, რომ აი რაც კეთდება, გაკეთდება ხარისხიანად. ეხლა ეს რაც შევძელით ჩვენ, აი სულ რამოდენიმე თვეა მე მაგალითად პირადად 8 თვეა ამ სამსახურში ვარ და ნუ ეს ხელისუფლებაც რა 1 წელი ჯერ დაალაგებას უნდებოდა და რაღაც. მომავალ წლიდან არის გარდამავალი უკვე თვითოული სანამ თვითოული ოჯახი და თვითოული პიროვნება არ იგრძნობს იმ სიკეთეს რაც უნდა მიიღოს აი მანამდე ჩვენ რამდენიც გინდა ვილაპარაკოთ რომ ეს კეთდება თვითოულმა პიროვნებამ უნდა იგრძნოს მაგრამ ის რაც აქამდე რაც შევძელით ეხლა ის რომ პენსიონერს ფაქტიურად აქამდე იყო ისე ხო საავადმყოფოში ვერ მიდიოდა იმ ხელა თანხებს თხოვდა ეხლა ესე აღარ არის იმაში დუშეთის საავადმყოფო იცით ხო რა ხელაში ერთლარად არის ნაჩუქარი ჟინვალის საავადმყოფო განადგურებულია ფასანაურის საავადმყოფო განადგურებულია რა ჭირდა ნინა იკიმი როგორი იკიმიკავდა იმის სიგზმაც მუშაობდა ჟინვალის საავადმყოფო უძვირფასი იკიმი იყო გინდა ამალი ავიგოთ გინდა ქირურგი ავიგოთ გინდა თერაპევტი ავიგოთ როგორი იკიმები გავდა ამუშავდეს აუცილებლად მე მქონდა შეხვედრა სერგეენკოსთან დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკიც აქტიურად არის ჩართული ხლა უბრალოდ ისიც გასულია აქაც მოვა და შეგხვდებათ რა ჯერ კომიტეტში იყო იქ რაღაცა პარლამენტში და ვერ მოიცალა რომ თვითონ სოფელში მისულიყო და მოვა აქაც და უცებად ერთად მოვა და შეგხვდება სერგეენკოსთან ქონდა შეხვედრა თხოვე რომ ჟინვალის საავადმყოფო ფასანაურის საავადმყოფო ნუ დუშეთში ხო ფაქტიურად ინგრევა როცა უპატრონოთ არის ორი ის გაარემონტეს რაღაცა 12 კაცზე საწოლი 12 საწოლიანი გააკეთეს და დანარჩენი გუშინ რამოდენიმე ხნის წინ კიდე ექიმები შეამცირეს ისევ იმ ჯეო ჰოსპიტალმა რომლებიც ამიტომ ეს სისტემა მომავალ წლიდან დაინგრევა არ იქნება ესე ერთი ხელის დარტყმით ყველა პრობლემის მოგორება ძალიან რთულია რა ნოლიდან კი არა მინუსებიდან გვიწევს დაწყება ის რომ აი ჯანდაცვა საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევა განხორციელდა პენსიონერს თუ რამე აწუხებს შეუძლია და უკვე სახელმწიფო იღებს ამის თავის ვალდებულებაზე რომ გამოკვლევებზეც და მკურნალობაზეც არის დაავადებები რომელსაც 100% დაფინანსებს არის 70%-ით არის 50%. თუ ესეთი რამე არსებობს და მიხვალ თქვენ და საყოველთაო დაზღვევაში ხართ საავადმყოფომ და GPI იქნება თუ სადაზღვევო კომპანიამ ვერ დაგაზღვიათ მობრძანით ჩვენთან და მუნიციპალიტეტის გამგეობა დროები უნდა სიარული უნდა ძალიან ბევრი ხო და აი მუნიციპალიტეტის გამგეობა რაც შეგვეძლება მე თვითონ შევავსებ იმას რა როცა არჩევნები მოდის და ესეთ იმედებს გვაძლევენ არა იმედი გვაქვს ყველასი რომ გააკეთებენ მაგრამ სულ მიმართ უკვე ნდობა თითქოს გვეკარგება იმიტომ რომ არჩევნები რო ჩაივლის მე აღარავინ აღარ აქცევს აღარაფერს ყურადღებას ჩვენ 2019 წელს თქვენზე არ ვამბობ იმიტომ რომ მე თქვენი მყოფილი ვარ მაგრამ ამაზე მეტი გაჭირება რაღაცა მე ჩემი შვილი რო იმხელა გავზარდე რო წავიდა ომში და დაიღო აფხაზეთში 20 წელიწადი რო 76 ლარზე ვარ ნუ თუ ერთი კაპიკი არ უნდა მოგვემატოს ჩვენ ის იყო ჩვენი დანაშაული რო ჩემი შვილი იქ წავიდა 38 წელი აი ამ კაცმა მანქანაზე იმუშავა შოფერი კაცი არის და პენსია მოხსნილი ქონდა ამასაც სიბერის პენსია არ მისცეს 20 წელი 76 ლარზე იყო მოუხსნეს ეხლა ისევ ხელმეორედ გადავიყვანე იმ ასაკის პენსიაზე რომ 76 ლარზე იყო მარტო
ეს კანონი იყო დახმარება მოგვიხდეს მე ვერ გავიგე. დახმარება გააქვთ ახლა? არა გვაქვს დახმარება. მოგვიხდეს 3 წელი გამიხდება მაინც 3 წელი გამიხდება ჩვენ ახლა ნოემბერში რაც დახმარება მოგვიხდეს. მანქანის სიაში ხარ თუ ის მანქანა აქვს ბიჭსა. ჩემი არ არის. მოდით ესე გავაკეთოთ ხალბატონო რა. მე ხო გითხარით. ეხლა შეიცვალა მთავრობამ შეცვალა ძალიან ბევრი და მინდა გითხრათ რომ აი პოლიტიკური ნიშნებიცაც ჩანს ისევ იქ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანები რომლებიც ისევ ძველი რაღაცას იმით მუშაობენ აზროვნებით რა და ამიტომ მე შემიძლია თუ დამიწერთ ჩამაწერინეთ დინო ჩაიწერეთ თქვენ სამზარეულო მაგ ხალბატონო ერთი წუთით მე მაგას ეხლა ვერ აღწერ და მე გეუბნებით ზოგადად რა უნდა გაკეთდეს ჩაიწერეთ თქვენ გვარის სახელი და პირადობის ნომერი და გამოგზავნე აქ მცხეთა-მთიანეთის სამხარეოს უფროსი ვინც არის ჩვენ ამასთან შეთანხმებულება თუ ესეთი ფაქტები არსებობს რომ უკანონოდ არის მოხსნილი სოციალური დახმარება მე გადავცემ პროკურატურაშიც გადავცემ საფინანსოშიც არ მოვასვენებ რა და აი შეხვედრის შემდეგ თქვენის და გვარი დასახელი პირადობის ნომერი გვინდა მე რომ მოვიდა აბა მითხარი აი ამაზე გაჭირებული არავინ არ არის დახმარება სამი დახმარება ჩემი შვილი სამხედროში დაიღუპა ვარ უპატრონით სამი თვე მოგესნეს ხო რაგვარი ბრძოლა არმაზანაშვილი ლიდა პასპორტი მოიტანა პირადობის ნომერი მოიტანა აუ ახლა პირადობის არა ნომერი მინდა რომ ბაზაში მე არ ცხოვრობ ჩემ სახლში სხვის სახლში ვარ ხან დასთანა ვარ ხან ბიძაშვილთანა ვარ ასე დავდივარ მე სოჩიკიცა მაქვს ჩემზე არის სოჩიკი მე იმ შვილს არ უნდა რომ ჩემთან შეეწეროს და არა ვთხოვ მე იმისას არაფერს არ ვითხოვ ხოლო მე ჩემსას ვთხოვ ცალკე დახმარებაზე მე ცალკე წერი ვარ და ცალკეც ვიღებდი დახმარებას ამიტომ გეუბნებით რომ აი ეს ჩამაწერინე და გამოგზავნე აქ ხელმეორედ გადაგამოწმება და კონტროლზე ავიყავ მე თვითონ რომ თქვენ არ მოგეცნოთ არ თქვენ და ჩაწერეთ გარმაზანაშვილი ლიზა ეხლა მოიტანს პირადობის ნომერი მინდა პირადობის ნომერი ეხლა მოგიტანს ამ წუთში ეხლა თქვენი სახელი მითხარით გიზო ჩოხელი ხო ჩვენ 2009 წელსა იყო კრება ჩვენ გადაიცეს აი ეს გაზი წყალი რომ მოდის პირდაპირ ჩემი იზოში და ამის გობისი და კიდე გვერდზე მიგაქვს ჩვენ წყალსა საიდან აი ეს გაზი რო გადის რო გაჩერეს აი ეს გაზი ხო პირდაპირ ჩვენ ცხოვრობ თხის ძირში ეს თელი წყალი მოდის გაზი იკუბანში აქვს ყვევით უბანში აქვს ჩვენი თახით მაინც გამოიტანოთ ის 29 ლარი რო ვიხდი გაზის ბალონსა არ აკოფნის დაგიხმარით რომ ჩვენ გავაკეთოთ გაზი ბატონო გაზი გაყვანილი აქვს გამოიყანეს და ქონდა მთელ სოფელს მაგრამ გადამაგიდრუში აღარ არის აქ რაღაც ხო უნდა დაგვაყალიან უნდა გვითხრან რასთან 60% აქვს თუ არა არა 60%-ს აქვს 5%-ს 3-4%-ს აქვს 10 ხუნდას დანარჩენს აი აკეთებას არავის არ არის აი მე რამოდენიმე ხნის წინ მქონდა შეხვედრა მასთან კალაძესთან თემაზე რა გაზიფიცირება და აი ეს გამრიცხველიანება ახლა 280 სოფელია დუშეთის რაიონში გამრიცხველობა აქვს ჩვენ ვიცი რო გაქვს 280 სოფელი ყველგან ერთი იგივე პრობლემა მაქვს რა გზა წყალი გაზი აი ეს არის ძირითადი რასაც ხალხი ითხოვს რა 14-15 წელს მთლიანად უნდა მორჩეს გაზიფიცირებას და გამრიცხველიანებას მთელ საქართველოში მათ შორის დუშეთში მე ვთხოვე რომ იქნებ მეთქი გამგეობებით ჩავხდოთ აი ამ გრაფიკში რომელ თვეს რომელ რიცხვში რომელი სოფელი ამაზე დამთანხმდნენ და აი დუშეთი მაგ დარჩენილი დუშეთი რას აკეთებდნენ ახლა ისედნის წინა ხელისუფლება ატყუებდნენ აი მიიტანეს სადღაცა მილებს დაყრიდნენ წინა საარჩევნოდ ვიწყებთ აი ესე 30 კილომეტრზე მეტია დაყრილი გადაყრილი აი ესე მილები ყვავილის თემში ანანურში არის ან დაიკარგება ხო აი ესე კარგია მილები რომ ვითომ ვიწყებთ არც პროექტი არსებობს არც გასაღრიცხვი არსებობს არც თანხა ამაზე გამოყოფილი ამიტომ დუშეთი არის დარჩენილი მე ეს პროექტი არ მინახია მე ვნახე ადგილზე ამიყვანა გენადიმ და მაჩვენა რომ აი ეს გაკეთდა მოსახლეობის არის და
ჩასაყვანია. სანაირად ვერ გააკეთებს. სამ ადგილას სანამ იწყარო, სადაც წყაროა. თუ ის სათავე არ გაკეთა წესიარად, ეგ ადგილი საერთოდ ეგ ვერ იბოგინებს. რაც მოითხოვე და რაც ანახე იმ ამერიკელებს და ის გააკეთეს. კი, ჩემო გენათი, გასაგებია მაგრამ. აი ეგ არის მაგათი პროგრამა სხვა არ. ის კაცი არ არის. რუსეთში ცხოვრობს და მანდედან იმის. არა, კობიათ ხარი არა. ეს აი ეკლესია რო არის მაგლა პატარა საქმე. რუსეთში გაზრდა. გაიხარეთ. კარგად იკავით. კარგად ზანდებოდით. დიდი მადლობა რომ შეწუხდით და მომზანდით. მასაცელა ყოლი. რას ვაპირებთ? როგორ ახლა? ალგებელია დუშეთში. ხო. გავაკეთოთ, ეხლა რას ვიწყებთ, აი ამ ყველაფერზე რომ დავილაპარაკოთ რა. თქვენგანაც მაინტერესებს რა არის ეს ყველაზე პრიორიტეტული და მკერნეული, რომელიც სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი. კაცი დაიღუპა. მაგის გამო უფრო არა. ჩემი სამაშველოც ყავდა გამოგზავნილი დუშეთის და დუშეთ ამერიკას როიპოვეს დუშეთს. ეხლა პროექტებთან დაკავშირებით მინდა ორი სიტყვით სანამ ძირითადზე გადავალთ. ეხლა ვიყავით ჩვენ ციხისძირში, ვიყავით ცივწყაროზე. ნუ ყველგან არის რაღაცა პროექტები, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით კეთდება და მაგის გარდა, ეხლა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გაკეთდა ისე რომ მე ახალი მისული ვიყავი ზოგის ჩემზე წინ გაკეთდა, იყო ისე რომ მოსახლეობა იკრიფებოდა წერდა ოქნებს ხელს აწერდნენ. რასურვილიც ქონდა ის უნდა შესრულებული იყო, მაგრამ კაც კონტროლზე მყავდა თითოეული ობიექტი აყვანილი. როგორ კეთდება, რა ხარისხით კეთდება, იმიტომ რომ არის შედგენილობის და დამხედველობის სამსახური და იმ მეთოდით და იმ ფორმით როგორც აქამდე აკეთებდნენ, ეს გამორიცხულია რომ ესე იყოს. მაგის გარდა აქ გაზიფიცირების საკითხი დაიძრა, დეპუტატი არის აქტიურად ჩართული, ჩვენ ერთობლივად მუშაობთ. ვიცი რომ ანანურში მიმდინარეობს ეს ამბავი, ესეა ხო? ანანური იყო, დაიწყეს, ყველაფერი გვაყიდინეს, ავაწყეთ და არ გადამიხდია გაზის. შეგნები იყვნენ ბატონო გიზა მოსული 2 დღის წინ და ესეთ მითხეს, შემოიარეს სუკულაგენი გაათხოვე და ახალ წლამდე გაზი გაზი. ესეც აზერბაიჯანული კომპანია სოკარი, ჩვენ შევხვდით ამის გენერალურ დირექტორს ანარ მამედოვია ესეთი. და ვთხოვეთ მენს და დეპუტატმაც ერთად ვიყავით, სადღაც ერთი კვირის წინ, ზუსტად აი წინა კვირას. და შევთანხმდით რომ დუშეთის რაიონში უნდა დაიწყოს აი ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზიფიცირების. თვითონ ქალაქი დუშეთში არის ძიმე მდგომარეობა, 21 კილომეტრია გაკეთებული, 25-ია დარჩენილი. 25 კილომეტრი მთლიანად ისეა რომ ნახევარზე მეტი არის დარჩენილი უბნები, სადაც დასამთავრებელია. ხო, გაზიფიცირების საკითხები ეს. ეხლა მე ადრე რო ვიყავი აქ მოსული ერთ-ერთი პირველი საკითხი რაც აქ დამისვეს იყო წყალმომარაგების საკითხი. სადღაც 80 ოჯახი თქვენს აკაურებიც იყვნენ მოსულები ჩემთან. შევპირდი რომ გამოგზავნიდი სპეციალისტებს, შეგვესწავლა საიდან შეიძლება წყალი მივიღოთ რომ აღარ იყოს ისე რომ თანხა იხარჯება, ერთ წელს არის მომავალ წელს იკარგება ის წყალი. ხადური იყო მოსული, აქაც ყავდა ამოყვანილი თუ იცით. ხო. და შემპირდა მაშინ რომ 20.000 მოგცემთ საკვლევ სამუშაოებზე ვთხოვე. საკვლევი სამუშაოები ანანურისთვის, ბაზალეთისთვის და კიდე რამოდენიმე თემისთვის. გამოგზავნეს აქ სპეციალისტები, ნახეთ სათავე, აი გაღმა რო არის იქ. ხო, იქიდან. დადეს დასკვნა რომ იქიდან შესაძლებელია საუკეთესო წყალია, შეიძლება მიიღოს ანანურმა, მომავალი წლიდან დავიწყებთ მაგის მშენებლობას. წამში არის 13 ლიტრი წამში. ხო. დებიტია 13 ლიტრა, ხო, წამში. მომავალი წლიდან, ეხლა როგორ არის, ცით ანანურზე ეხლა, ანანურის თემზე. აი სტიქია რო იყო, აქ სანიაღვრეები დააზიანა, სათავე დააზიანა იმაზე ჯახასხევზე. მივწერეთ მთავრობას, პრემიერს გამოგზავნა სპეციალისტები და 9 მილიონი 400.000 ლარი გამოიყო მხოლოდ ანანურზე. აი ეხლა, აი ამ სტიქიისთვის.
ეხლა აი იმ კვირიდან უკვე დაიწყება სამუშაოები. შენებლებიც ყავდა, მოვთხოვეთ, ჩვენი მკაცრი მოთხოვნა ის რომ მხოლოდ ადგილობრივები დასაქმდეს. ძირითადი უნდა დაასაქმონ ადგილობრივები, რომ ხალხმაც რაღაცა ირგოს. თქვენთვის კი კეთდება, მაგრამ ის რომ ადგილობრივი დასაქმდება, ესეც რაღაცა წიგადადგმული დაბეჭდი. თვითონ უფრო ხარისხად გააკეთე. ხო, რა თქმა უნდა, თავისთვის კეთდება და აბარა ეს არის მოიცოდეთ მაინც ეს რომელი პროექტებია ანანურში თვითონ აქ სოფელში. სანიაღვრია აქ ეს კანაოა ეს სანიაღვრი არხის რაგვარებია ძიავალი კეთდა კეთება ის სანიაღვრია აი მაღლა კეთდება სანიაღვრია შალიკოსთან სადაშო ა თქვენთან კეთდება ის წყალდი რო წამოიღო იმადო დანარო კიდე ის მონაკვეთი მოწესრიგდება იმის იქით რო იყო კიდე სანამ თქვენთან მოვიდოდით ის რო არის მოწყვეტილი ის ადგილი მან ბეტონის კბილი გაკეთდება მთლიანად და გაკეთდება კიუვეტი მიმართულება გზა მოიხრეს და მე არ ვიცი ჩემი გადასახადიდან რასაც ვფიქრობ რომ მომავალ წლის პრიორიტეტებში ჩავსვათ ეს რომ გაზაფხულიდან დავიწყოთ ამის შედეგად პირველ რიგში აი ეს არის მოსაწესრიგებელი მოასწორდება აი ამ მონაკვეთის რა იური მომავალ წელს აი მომავალ წელს დავიწყებთ მაგას მომავალ წელს მე როგორც მეუბნებიან 80 ოჯახი შეიძლება იქიდან მომარაგდეს ეხლა ეს ცოტა არ არის რა ამიტომ ეხლა ეს თანხები რაც წამოვიდა ჩვენი ბიუჯეტი რაიონის ბიუჯეტი არის სულ 4 მილიონ 200,000 აქედან ტრანსფერი იქიდან რაც მოგდის მთავრობიდან ეს არის 2 მილიონი 2 მილიონი არის ადგილობრივი შემოსავლები აი ღარიბია რა ღატაკია და ისეთ მდგომარეობაში ვიყავით ეხლა იმ წინა ხელისუფლების დროს ვინც იყვნენ ხონდა ჩპსები შექმნული აი ტექნიკა არსებობს რა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ტრაქტორები გრეიდერები რაღაცა სულ ყველაფერი ქონდათ გაქირავებული დაფანტული ერთ-ერთი არ იყო ბიუჯეტში შესული ჯიბეში მისდიოდა ბირჟებზე ედგა ზოგი გაქირავებული ქონდა ტყეში დრაბილკებზე იქ და ერთ-ერთი არ იყო ასახული ბიუჯეტში ესევე იყო აი სამ მარშრუტკები რო არის დუშეთი თბილისის 37,000 დავალიანებით დაგვდა ეს ფირმა, როცა თუ წამგებიანია, ერთმანეთს ხოსავენ და ისა წეწვაგლეჯო. 27. ანუ ამას ყველაფერს მოუყარეთ, თავით ცოტა მეტიც იქნება ეხლა შემოსავალი, მაგრამ თავრობა მოგცა 6 მილიონამდე კიდე პლუს ზევით. 6 მილიონამდე ეხლა აი ამ თემაში და არის ესეთი მიდგომა. ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც აითვისებენ და სჭირდებათ იმათ მომავალ წელს მიეცემა ორჯერ მეტ დაფინანსება. ამიტომ ჩვენ ახლა უკვე მუშაობთ პროგრამულ ბიუჯეტზე, რომ მომავალ წლის ბიუჯეტი დავგეკოთ. და გათვალისწინებული გვაქვს აი ესეთი სამუშაოები ინფრასტრუქტურული, რაც შეიძლება მეტი, რომ წყალი ყველა 280 სოფელია დუშეთის რაიონში. ყველგან ერთ და იგივე პრობლემა მაქვს, რა წყალი, გზა, გაზი. და უნულმუშევრობა და ყველა თავისას ამბობს და ჩემად არ ითვლებესა. ქუჩა ჩემ გვერდით ქუჩა სადაც ყანაო ჩამოდის. გენადას თხოვე რამდენჯერმე და ვერ შეძლო, მაგრამ თავისი რა არის, აბა მითხარი ქუჩაშია ჩანტრეული ბოგირი. სად არის რომელიც წვიმის დროს და ნებისმიერ დროს, როცა წყალი არსებობს, გუბდება და ჩემი შესასვლელში მაყაყი და უბედურობაა გაჩენილი. არ არის მაგის ქუჩა დადის ტრეილერები ძიმე მანქანები დადის და სტიკი აი სწორედ დიდი წვიმების დროს ჩავარდა. გუბდება. ნახოთ რა არის გასაკეთებელი რა. რა მომგზავნი მე? გაწმიდა კი არ უნდა, თურმე უნდა შენ რა გაწმიდა საკუთარ კიდო გაწმიდა რა. სოფელი ზოტიკია. მოდი აი ამას მოვჩენ და მე ზოტიკიად გასაკეთებ. ჩემი ტერი ხარ თუ ვინ? ქუჩა ჩემი სახლი კი არ არის, ქუჩა ის ქუჩა ხონდა გამი. დღეში ჩვენა ვარ. არით. შენ არ გინდა ნამდვილად შენ არ გინდა რომ გაკეთო. ახალო ხო გითხრა. რა არის გასაკეთებელი? მაგრამ 4 წელი არაფერი გაკეთე. გამოგზავნე. გალავნება თუ ამათ ქმენო რა. სად არის ეს? ჯიმი სად არის? რა არის გასაკეთებელი? რას? რაც ამან გააკეთა, ბოლო რატო არ ახედავ? რა გააკეთე? მე ქუჩაზე მაგრამ გააკეთე და მან არაფერი გააკეთა. არა. მე ქუჩაზე მაგ. როცა ქონდა 30 წელი წყალი არ ქონდა გავი. რა ზედა დღეის მე აი მოგდი. იზოს ნათხამის მერე რა გამომდინარე რომ წყალი მე რა არა უშავს. აი ამერეს მაინც ლუჩკო. აი მობძანდი და გაჩერდა. რა საერთოდ ვიტრალიანის დავის მანქანა დაამბრია.
რატო გვიკეთავდით წყალში გდივდა? სამი რო გაგიბუჭდეთ გენადის არ ეტავება არავინ არაფერში, თუ რამეა დაზიანებული, ვნახოთ და აი სწორედ ამასი ტრაილერები და ამათ ჩაანტრევა. ტრუბა ჩაგდებულია იმას, ვინდა ხომ ამოწმენდა და გამოწმენდა და ჩაანტრეულია. ამაზე ევროპაში არის დიდი მოთხოვნა, რომელიც ეკოლოგიურად აი ამ ხელა კილა ღირს, ყომში სმურაბა, თუ ჯემი თუ რაღაც 25 евро. უნგრელები იყვნენ ახლა რაღაც ჩამოსული საინვესტიციო კომპანია, გაგიჟდნენ რა ესე რომ. ჩვენი ხო, ამიტომ არის ამაზე მუშაობს პრემიერამდე ეს ამბავი მისული რომ ჟინვალში გაკეთდეს ესეთი მეურნეობა. ანუ გლეხს ქონდეს ადგილი, სადაც მივა და ჩააბარებს ის და იქ დამუშავდება და მერე თვითონ მოუვლია. ჟინვალის ხალხმა მე მგონი ჭორად მიციანებს. არა, მე ტელევიზიით 1 საათიანის ქონდა და იქაც ვთქვი ესა რა. ასე რომ ამაზე მიდის ახლა მუშაობა და უნდა. თუ სოფელს არ შეეწყო ხელი, აუცილებლად უნდა სოფელს და ახალგაზრდობა უნდა იყოს და იმიტოა რომ აი ახლა ციხის ძირში და ციმცხაროზე აქვთ ყოველური ციმცხარო დავა. რომ სკოლა უნდა იყოს იქ დაწყებითი და მირეკავენ რომ გზა უნდა გადავხედოთ ესე. რა თქმა უნდა რაღაცა ის. მომავალი წლიდან მანდაც უკვე იწყება საჯარო სკოლის მშენებლობა რომ ბავშვები იქ ადგილზე დავაკავოთ და ოჯახები. თუ სკოლა არ იქნება ბავშვი საიყო და ოჯახის მიწება იყო. ამიტომ ესეც უკვე გადაწყდა რომ მას დაიჩვენა და გამოცდილდა. ჩვენი სოფელი როგორც სოფელი სოფელში დაკარგულია. რატომ? ჟინალგესთან დაკავშირებით ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ. სათესი, სახნავი, საძუარი, სათიბი. აი რო გაიხედოთ 50 ჰექტარით ხალხია მოქცეული. 450 ხევიდან ახალ 450 განსაკუთრებულად გვიჭირს. აი მე გადასახლებაში მოვხდი და 1200 მეტრა ნაკვეთია. სახლით, შესასვლელით, სათავსოც ყველაფერი. როგორ ვიცხო? რაღაც განსაკუთრებულად შეჩერებულია ეხლა ამ ეტაპზე შეჩერებულია მიწების გასხვისება უცხოელებს. აი ეს ჯგუფი რომელიც მართავდა ყიდიდნენ ყველაფერს, გაყიდულია წეღანასთვის, საავადმყოფოები გაყიდულია. იმ სკოლა ჯანდაცვის სისტემა დანგრეულია. ყველაფერი ვიცით. განათლების სისტემა გეტყვით რაც ეშველება. შეჩერებულია დუშეთში 200 ჰექტარზე მეტი დამალული ქონდათ აი ბაზალეთში საუკეთესო სახნავ სათესი მიწები. მივასწარით, მივედით, თორე ესენი აპირებდნენ ამის ჩუმად გაყიდვას, მიყავდათ არაბები, ჩინელები, ვიღაცები იქ ისენი რომ უნდა გაეყიდათ ეს. ნახეთ რომ ეს ცარიელი ტერიტორიებია კაცო, რატოა ცარიელი, როცა ხალხს უჭირდება იქვე მაცხოვრებელს. გადავეცით ეკონომიკის სამინისტროს, ეხლა მიდის აღრიცხვა რომ ისევ ხალხს გავაგებინოთ რომ აი ეს ტერიტორიები თავისუფალია, აუღრიცხავია და ისევ იქ მივცეთ იჯარით მივცეთ წელვადიანი იჯარით, თვითონ მოსახლეობა ადგილობრივმა ისარგებლა. აქაც არის ესეთი პრობლემები რა. საერთოდ აი ფასანაური, ჭოპორტი, ძველი საჯარო რეესტრის არქივებია განადგურებული. როგორ გაყიდეს, ვის მისცეს რა, რომ ვეღარ მოიძიო, ვეღარ ნახოს, სად რა არის. აი ესეთი სისტემა საქმეა და აი ეს ბაზრებიც კი გამზადებული ქონდა, დუშეთის ბაზარი, წითელ სოფლის ბაზარი და ფასანაურის. გამზადებული იყო გასაყიდო. შევაჩერებინეთ ესეც, რად მოიცა ეს მუნიციპალიტეტს. ნაციონალიზაცია არ მოხდება, სახელმწიფო. აი ნახოთ ახლა, არა, ნუ ახლა ფლათ ისე ვერ მოხდება ნაციონალიზაცია, მაშინ სოციალური. არა, ესე არ იქნება, მაგრამ რაც სახელმწიფოს მომგებიანია და ადგილობრივ, რატო უნდა გაიყიდოს, კაცო? იმას შეიძლება შეუცვალოს მე პროფილი და იმ საავადმყოფოს მაგივრად ააშენოს იქ სასტუმრო. საავადმყოფო უფრო სჭირდება, ხო? ო იჯარით უნდა გაიცეს ზელვადიანი იჯარით რა. ხო. არა, დიახ. შეიძლება მე არ მესმის, მაგრამ ის მაინტერესებს. აი ჩვენი ძველი ადგილებს რატო არ გვიმტკიცეს? არც ნაციონალურმა დაგვიმტკიცეს და ეს ოცნებას უარს გვეუბნება. რომელია ეს გამაგებინი. აი გამიხსენთ რა წესი. რომელია, რომელი სადაც? გადმოსახლებული ადგილები. გადმოსახლებულები ვარ. ზოგიერთი 1200 თუ 1000 მეტრი სახლი სადაც ადგას. მეტი არაფერი არ მაქვს. მე არ მინდა რომ რაღაცა დავთესო, არა როცა არ იგებდნენ მაშინ რამდენი არ სადადგილი არ მაქვს რომ რამე დავთესო. მე ახლა იქ მიწას დავყრი. მე აი გეტყვით. ჩემ ინვესტიანი ადგილია და მოა ყველაფერი. გეტყვით. ქვეშიდან იღებს. გასაგებია.
როცა არიგებდნენ ამას მონაცვლე ადგილი ხო მოგცეს მაშინ რატო არ მოსთხოვე ჩემ დროს 1000 მეტრი რატო მოუწევთ კაცი იყო ლაპარაკი მაგრამ არ შეასრულეს არ ვიცი კომუნისტებმა ავა ეგ მეიმაძე პასუხი როგორ ვაგო მეორე ადგილების ხომ მქონდა მესმის იმისი მაინც აქ პასუხი ჩემ ეს 93-4 წელს ხდებოდა ეს ამბავი ხო მაშინ უნდა მოგეთხოვოთ მეორე როცა დაიწყო რეფორმა 92 წელში და დაიწყეს მიწების დარიგება მაშინ უნდა მოგეთხოვოთ ჩვენ არც ერთი მიწა არც დაგვირიგებია არც გვიჩუქებია და არც გაგვიცი ვნახოთ შეისწავლეთ სათანადო კომისია აგერ არის საჯარო რეესტრი გამგეობა ამას ვერ აკეთებს კომუნისტებმა ვერ მააწრეს იქ მიწის დაყრა რომ დერიგებინათ უნდა მეეცათ იმათ ხო ის დანარჩენი ნაკვეთები რაც იყო ისაც უნდა მეეცათ თავისუფალი არის ახლა რამე იქა თავისუფალი ტერიტორიები არის ისინიც უნდა მე თავისუფალი არის ნახოთ მე ნაციონალები დადგნენ მაგათთან ბრძოლა არ გამოიდა არაფერი ვნახოთ სად არის თავისუფალი ადგილი წყალში წყლის დაბლა წყლიზეიდა რაღაცა დაყრილოა გრავით და გრავში არის მაგის ყიდვაც მოაქცეს ჩემი ბინა მაგას აი ბაზალეთის ტბაზე მე მაშინ სამჯერ ვარ მაჟორიტარ დეპუტატად არჩეული დუშეთის 2000 როსონეთ რომელი წელი იყო აღარ მახსოვს დეპუტატი ვიყავი დაიწყეს პირველად ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკვეთების დანაწილება მე ვიყავი მაგის წინააღმდეგი პირველი რომ ბაზალეთზე არ განაწილდეს მიწები იმიტომ რომ ჯერ ერთი ბაზალეთის ტბა შიდა წყლებით მეწესქვეშა წყლებით და დალექით იკვებება სხვა შენაკადი ხო არ აქვს მე ვთხარი აქ გაშენდება სოფელი ყველას სჭირდება სანიტარული ჭა ყველას სჭირდება წყალი ჭასამოთხრის და ეს ტბა დაიღუპება მე დუშელებს ადგილობრივებს ფული არ აგვაქვს წავედ მოუძებნით ვიღაცას რომ გავყიდოთ და დაიკარგება ჩვენთვის ბაზალეთის ტბა ზუსტად 1 კვადრატული მეტრი არ მაქვს იმიტომ რომ მე ვიყავი წინააღმდეგ რომ მაინც გააკეთეს ეხლა გახდა ჭაობი ბაზალეთის ტბა იმიტომ რომ და დუშელებისთვის აღარ არის ის ამბავი დუშელი არც ერთი აღარ არის სულ ცხოები მოვიდნენ შემოღობეს იქ ტერიტორიები და ბაზალეთის დუშელებს კლერზე აღარ უშვა აი ეს მოხდება აქაც აი ეს მიწები რომ დავარიგოთ გაიყიდოს იყოს არ უნდა იყოს ანანურისთვის არ გჭირდებათ რომ აქ იყოს რაღაცა რეკრეაციული ზონა რეკრეაციული ზონა სულ ყველაფერი და ვით უნდა იყოს ესე ვიცაცხოვრობთ დაარიგებთ ესე გაიყიდება ხო არ დავარიგებთ თუ არ დაარიგებთ მაშინ არ გაიყიდება იყოს არ აგინათ აი მაშინ ტურისტული პოტენციალი არა ეგ შეიძლება ტურისტულისთვის განავითარეთ მანდარაცხო რომ თქვენცაც შემოსავალი იქნება ის რომ აქ დამსვენებელი იქნება ეხლა მომავალს კიდევ ამბობ რომ რა დამსვენებელი უნდა იყოს აქ ეგ წყალი არის სასმელი წყალი დასალილი არ მოდის შეიძლება როგორ არ მოდის პალიაჟი გააკეთონ იქ მოვიდნენ ვიღაცებმა ისიამოვნონ ხო და ძირითადი ხალხი კიდე ასე ვიყოთ გაჩაგრული მე ვერ გავხსნე დაიგო მეცი კარაცხო გაიგო და მე ვერ გავხსნე მაგას არ კომიტაცი იყავი და გაცუმებული ხარ კაცო მეც მაგასრება მაგრამ გაიგო აქიდან რა 155 ოჯახს აკავდა დამსვენებელი და თითო ოჯახს აკეთებს 700-600 დოლარი იფიქრე რომ კუდარი იქნება ისო დარიდეს კუდარი იქნება ანანო დამიჯერეთ რა თორე ახ სოფელმა გადაწყვეტეს პლიაჟის დასარიგებელი არის თუ არ არის დასარიგებელი აი პირველი მტერი იქნება ის ვინც მაგას დაარიგებს და განაწილებს თორე აი თუ წყოლა რა ხალხი აი ხაი და ხმამა ახლა ერთი კიდე გაზი ახლა ჩვენ მოვსტარდება გაზი ის ბოლოს გაზი გექნება ის ბოლოს ანანო ომიად შეკითხა ახლა ჩვენ უნდა დამთავრდეს ის ბოლოს ანანო ზოდიკიათ კარზე მაქვს ერთი მაჩვენებსა ნინო ფურცელი მაჩვენებია ჩვენ ზოდიკიანში მე ზეი ხალხ ლაპარაკ მოგერებული ბოძების შეცვლას. ეგ დაგე. ხო გაკეთე. განცხადება მომივიდა თქვენი, გამოგზავნეთ ეს კეთ. მეორე. გამრიცხველენებას ხო?
ზოტიკიანში მე შემდეგ ხმა არ ამემიც ჩვენ გვაწუხებს არ გვინდა ისამი ყველაფერი გაკეთდა არ წყალზე კიდის აღსადგენად მასალები შეიძლება სოფლის ჩვენ გვაწუხებს ყველაზე მეტად ერთმაილება მოიცრა არა უშეს მაგათ უნდა აი გაზისთან დაკავშირებით რა ეხლა ანამ კარახანზე უნდა გაკეთებულიყო კარგია რომ დაიძრა ეს საქმე და იქ დაჩებშიც უნდა აიყვანონ ეს მიდის პიტავის მაღლა ეს ხაზი გადის ჩვენ სოფელზე ეს ფაქტიურად 100 მეტრა ხო და ჩვენ ესე გამოჩაერში ვარ 1200-იანი გადის და 700-იანი სოფელი ვარ ის ძირითადი ტრასა 100 მეტრია პირველი სახე ეგ არის გაზის ტრანსპორტირების კომპანია რომელსაც ეს ბილი ეკუთვნის და ეს სოკარი კიდე სხვა არის რა ამიტომ მომეცით ეგ განცხადება ხო ეს ხო და როგორ არის ესა აი მე რო გითხრათ ეგ უილს ვერ გეტყვით რა მუშაობთ ამ თემაზე რო გითხრათ რომ პალე გავაკეთებ ან ზეგავა ან დღეს გავაკეთებ ისინიც ვერ მეუბნებიან პასუხს მიწერილი მაქვს წერილი დაინიშნა ეხლა ახალი ხელმძღვანელი ცხეთამთიანეც ლეკიშვილი იყო გუშინ ამერიკა რომ მე დამნიშნეს რომ არის საქმე შევხვდები და თუ ესე კეთდება რომ თქვა თქვენ სოფელზე უნდა გაიაროს სამები ხაზი გადის ორი ხაზი გადის კომუნისტების დროს იყო პროექტი გაკეთებული დაპროექტებულია ჩვენ სოფლამდე ზოტიკიან შალიკიანში ამ სოფელში და დაპროექტებული ეს პროექტი იმ დროს გაჩერდა გაუმხნდა და დარჩა ესე და ორივე ხაზი გამოდის ამ პროექტი დარღვეულია ეს ამ მილსადენს უნდა გადაეულო მთაზე გაატარეს შუა სოფელზე მოჭრეს რა და მოაფეთქდეს და ელემენტარულად აი ლოგიკურად ეს ბატონი ირაკლი უნდა ამოსულ ჩვენ ისე ვიცოდეთ და ეს მიმართ ეს ადრიდელი მიმართ ხონდა იმ ხაზის კორპორაცია ელემენტარულად ეხლა იქ დაჩებზე რომ მეც გაუმარჯოს რა და გააკეთეს დაჩებამდე არის 5 მეტრი მანძილი სოფელზე გაზი გადის და ალოგიკურია ესეთი საქციელი გაზრის მაგას ეთყობა რაღაცნაირად ეს საქმე ჩვენს მიყვაბან რა იმიტომ ჩვენ სოფელზე გადის ის და სოფელს არ მისცე იქ გაუშვა სადაც წელიწადში ერთი თვეს ატარებს ადამიანი ისაც 10% იქ სახლებისაც და მანძილია რა შევა რა ალოგიკური საქციელია ეს ელემენტარული ეს ვალე დასვენება ვალე სამშაბათს დაუკავშირდება. გზა, აი გზა. აი ჩვენ დედა გაგატარეთ. აი ხიდი და როგორც გადაუხვე. ხიდი და როგორც გადაუხვე. გზა არის ძალიან საშინელი. ავარიული. რიმა წამოვა მოხრეშა. აი ჩემები ჩამოდიოთ. უბები ხლა ამ პროექტი. ზოტიკიანის გზის მოხრეშვა. მოხრეშვა და პრინციპი განაჩენი გასაგების სანიაღვრეზე. სანია ისენი უნდა აი ეკლესიასანა ზუმათუმბა ჩაი. თელი ხეობა იკეტება ზამთარში ეს. ზამთარში ვერ ჩამოდივარ. იგრევა და ფუჭი. ჩექმებით ჩამოდივარ ზამთარში. ხიდის ქვეშ ვმალავთ, ამოდივარ თბილისში და აღარ ჩექმებია. აი ფეხშულები დავდივარ რა. ისე დღეში ვარ მაგზაზე. რაღაცა ყურადღებას კეთებს ეს ავარიული ეკლესიიდან გადასახსები რა. არა, რომელი პროექტია? კბილის მოწყობა გაბიოდი რაღაც. ცალკე არა მაქვს. აი იმას ზოთში ზოტიკიაში. რა ჭირდება ამ ხალხს? არა, იმას ვაკეთე, ირა შეეხება იმ ჩასასვლელს, ეგ იხრეშება და იწმინდება. გერად. შაშატინად დახრეში შემოძვირფას. გაზეთაკი არა პრეზიდენტის კეთება. შაშანაც დახრეში, შაშანცი დახრეში. მე ნუ გააკეთებინო, იქ გაუსვან ჩვენ სოფელ ეგრეთ და მე ვეცდები ჩავთავ დეპუტატს აი ამ საკითხში. შომარობა აუხსენებს. ფაქტიურად სოფელზე გასაგებია და ვეცდები ჩვენ მაინც მოვხედოთ რა, ესე დღეში ვარ ეს სოფელი მოკლედ რა, არაფერშია. არც რუკაზე ვარ, არც სახეზე ვარ, არაფერში არა. რა გაკეთდა ახლა სოფლის პროგრამას? რა გაკეთდა ეს მოიტანეს გენადო, მე მაშინს მაგის ოჯახი, ეს კაცი რაც შეუძლია გამოვალი ხიდი რომელიც არის სოფელი სარგებლო. და ისაც არ აყოფილს რა, კიდე ფინის მასალა კიდე გვინდა. კაცრავად ერთი ძია.
ხარ.